ბავშვს, რომელსაც აბულინგებენ სკოლაში. მოდი ასე ვთქვათ, ჩაგრავენ. ხო, ქართული შესატყვის ეს არის, ჩაგრავენ, დასცინიან, გარიყავენ თუ აბუჩათიგდებენ. ქართული სიტყვები. ხო, თქვა ოტია იოსელიანმა, რომ ამ ენაზეო ვეფხისტყაოსანი დაიწერაო და თქვენო საბჟუტუროთ არა ყოფნითო. განარა არის ახლა ისეთი სიტყვა. ზოგჯერ ესე იგი, აი დღეს ესე ტელევიზიითაც ხან არის რომ რაღაცა წინადადება თქვა და არც ერთი ქართული სიტყვა არ უთქვია. წადი და გაიგე ახლა შენ თუ ვერ ერკვე იმ სიტყვებში რა თქო. ამიტომ უნდა გადართო იქიდან. აზრი არ აქვს აი. ჯერ ერთი რომ ეს არის საშიშროება რომ ჩვენს მომავალ თაობაში დაამახინჯებენ საერთოდ ქართულ არა მარტო მეტყველებას, აზროვნებას, იმიტომ რომ ეს მეტყველება და აზროვნება ერთმანეთისგან გამოყოფილი ხო არ არის, ეს ერთი და იგივე. ხო და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ არა მარტო ქართული სიტყვები ვთქვათ, არამედ წინადადება ქართულად ავაწყოთ. ჩვენ სამწუხაროდ ბევრს გვეშლება, აი საუბარში ხო ძალიან ბევრი გვეშლება, რომ წერთ, იქაც ძალიან გვეშლება. ანუ გრამატიკულად ქართული გრამატიკის მიხედვით არ არის წინადადება აწყობილი და ჩვენ ისევ ვლაპარაკობთ. ასე ძალიან ბევრი შემთხვევა. მოკლედ ჩაგრავენ ამბავს, იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ამხანაგმა უთხრა, ამხანაგს მე არ მინდა შენთან მეგობრობა, არც ვიყავი და არც ვიქნებიო, არ უნდა და წავიდეს ახლა რაზანერ, ვისაც უთხრა იმ ბავშვს გული წარმომიდგენია რამხელად კივილს იგრძნობდა, ვისაც უთხრა ის ბავშვი არის ძალიან კეთილი, რომ არ გიბოროტებს. სხვისი სიხარული უხარია, ცუდიკის წყინს და გულთან მიაქვს, ისეთი ალალი კეთილი ბავშვი, რატომ ხდება ბულინგის მსხვერპლი, თვითონ რომ გულკეთილია და კარგი უნდა სხვისთვის, სხვისგან ბულინგს, ანუ ჩაგვრას რატომ იღებს. ეგეთია ეს წუთისოფელი, რა უყოთ. ქრისტე როჯარს გაეკრა, ყველაზე უსამართლო სასამართლო მოხდა მაგ დღეს. არ არსებობს, აი მე რაც გითხარით, აბა მოიძიეთ და მოусმინეთ ესე იგი. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი დიდი პარასკევის შესახებ. და არაფერი არ არის გასაკვირი. მე უფრო იცით რა მიკვირს. დავუშვათ აი კლასში თუ 25 ბავშვია და ერთი მეორეს ჩაგრავს. ძირითადად ეს ჩაგვრა ხო კლასში მიდის, თორე ხა მე 10 კლასელი წავა და მე 7 კლასთან რა ესაქმება სიტყვაზე. ძირითადად ეს კლასში მიდის. თუ ესე იგი 25-დან ერთი მეორეს ჩაგრავს. მე უფრო ის მაინტერესებს ხოლმე რომ ის 23 რას აკეთებს ამ დროს. ეგ უფრო მეტად მაინტერესებს. კარგი ის ვინც ჩაგრავს, იმასაც შინაგანად პრობლემა აქვს. თორე ესე ბედნიერი კაცი არავის ჩაგვრას არ დაიწყებს. იმასაც საიდანაც რაღაც. ხო გახსოვთ ის რო იყო ვიღაცამ რომ ციხლი ჩაარტყა თუ რაღაც და ამან უთხრა რომ ბედნიერებას გისურვებო და რას ამბობო ამან ესე თან მე მგონი შეაგინა თუ რაღაცა და ასე ცუდად მოგექცაო და ეგ რო ბედნიერი იყოს და ესე არ მომექცეოდა. მაგრამ აი ბედნიერი რო ხარ, ახლა ვინმეს ეგრეთ ცუდად როგორ მოექცევი და იმ ჩაგვრელსაც რაღაცა პრობლემა აქვს. და ის დაჩაგრულსაც პრობლემა აქვს და მე იმას ვფიქრობ, რომ ის 23 დანარჩენი ბავშვები, ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება, ამაზე რატო არ რეაგირებენ? რომ ეშინიათ რომ ეს არ დამჩაგრონ? აი, ხო და ეგ არის ეშინიათ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა რაღაცა გამოიჩინოს სიმამაცე, მოსეს როგორც ქონდა, ვერ იტან და დაჩაგროს. და ღმერთმა სწორედ მცირეში რომ ერთგული იყო, თავისი დაჩაგრული ერი ეგვიპტიდან სწორედ მოსეს ხელით გამოიყვანა. ეს შემთხვევით კი არ ხდება. მოსე ეგეთი იყო, ვერ იტანდა ერთი ადამიანი მეორეს რომ ჩაგრავდა. ეგვიპტელი რომ ჩაგრავდა ებრაელს, მივიდა და გამოესარჩლა. იქ მერე იოთორის ქალიშვილებს რომ წყებსები ჩაგრავდნენ წყაროსთან, მათთანაც მივიდა და გამოესარჩლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითონ გაქცეული იყო, ეგვიპტიდან გაქცეული კაცი მივიდა უცხო ქვეყანაში და ისინი თავის ქვეყანაში არიან, თავისი წყაროა, ასეა თუ ისეა, შინაურულად გრძნობენ თავს და ეს ერთი კაცი აქედან მიდის და იმათეობნება რომ ნუ ჩაგრავთ. ხა,
ადამიანური გაგებით ბევრად სუსტი იყო ეს იმათთან შედარებით, მაგრამ ეგეთი გული ქონდა, ვერ ითმენდა იმის ჩაგვრას. ამიტომ აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო იმ ჩაგვრასა და ჩაგვროს შორის, არამედ კლასში მთლიანად ეს ცნობიერება ამაღლდეს. უნდა შეიცვალოს ეს ცნობიერება და იქ არავინ აღარ იქნება დაჩაგვრული. ამაზე საუბარი უნდა მიმდინარეობდეს სკოლებში, კლასებში. ეს მასწავლებლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მასწავლებელმა უნდა აი ამას წინათ იყო გააკეთეს სხვათა შორის, მე ვესწრებოდი იქ. მერვე სკოლაში მოხდა. სწორედ აი ამ ჩაგვრას ეხებოდა თემა. და იქ უნდა ყოფილიყო, იქ ესე იყო, რომ ჩართული იყო იმ საუბარში დაუშვათ დირექტორიც, დამრიგებელიც, მშობელიც, ბავშვიც და მე როგორც სასულიერო პირი. ხო და აი ეგეთი შეხვედრები უნდა მოეწყოს. უნდა ამაზე საუბარი მიმდინარეობდეს, ამას რომ მე ის ბავშვი მოისმენს დაუშვათ. იქნება როგორ დაუჯდეს ჭკუაში. ის დირექტორი თუ დამრიგებელი თავისებურად მიიღებენ რაღაცა ზომებს, თავისი მხრიდან ეცდებიან, ბავშვი თავისი მხრიდან. ხო და რაღაცა ნელ-ნელა შეიძლება წყალმარო წვეთაო, ქვაგახვიტაო და აი ეს საუბრები, ეს მიდგომა, ეს დაყვავება, ეს ურთიერთობა შეცვლის ბევრ რაღაცებს. მაგრამ ყველა არ აკეთებს ამას.